კი, ერთი მქონდა ძალიან ღადაობა იყო. იქიდან რა ქვია, საფრანგეთიდან ხომ მოვდიოდი ეს ავტოსტოპით საქართველოსამდე და ერთი ვიღაც გოგო მწერს თურქეთიდან რა, ისტანბულში ჩავდივარ და ისტანბულის გავლო უეჭველი მიჭოს და მე წერს რომ ჩემთან შეგიძლია დარჩეო, მე მივდივარო ამსტერდამშიო. პირველი რო ჩამოხვალო კაკრასო გნახავო და მე მივდივარო რა. კაი მეთქი რა ვიცი, ანუ ეს ადრე ინგლისურად ქონდა თან და ჩემი გამომწერი იყო და ჩემთან დარჩი, კაი მეთქი. მივედი ესე რაღაცა კაი მართლა გავიცანით ესე და გასაღები მომცა რა და მე მივდივარო იტოქშიო და სამ დღეში ჩამოვალ. პრობლემა არაა თქო. ერთი დღე გავიდა, მეორე დღე გავიდა და აი მესამე დღეა უკვე რა რაღაც და აი ის გოგო რაღაც მე კიდე დაემატა ორი დღე და ხუთ დღეში ჩამოვალ. მესამე დღეა რაღაცა და სადღაც ჩემ მეგობარი კიდე ერთი თურქი მეგობარი ყავს, მაგას ერთად კლუბში სადღაც ვიყავით და მოვდივართ ერთი ღამის 3 საათია. სახში მივდივარ ვაღებ გასაღებით არ იღება. ბიჭო, მეთქი რა ხდება, ვაღებ, მეთქი ანუ იგი არ დალევით ეგრე არ დამილევია, გამოვედი სახს უყურებ, ეგ სახლია. შევედი მეთქი სხვა სართული ხო არაა და ამერია თქო. ავედი ზედა სართულზე, იქაც ვაღებ, არ იღება. ბიჭო, რა ვქნა, იმ გოგოს ურეკავ, არ პასუხობს ღამის 3 საათი. ჩამოვედი ისევ სადაც მგონია, იქ მივედი რა, დავჯექი ესე და მაგა დავაკაკუნებ თქო რა, რა ვიცი, ეს სახლია რა, არ იღება. დავაკაკუნე და გამოდის ეს ერთი ცოლი აღებს და ვიღაცა რა და ეს მეთქი რა ხდება მეთქი ამ სახში მეთქი ვეუბნები თან თურქული არიციან ინგლისური რა მეთქი რაღაც მარინე თუ რაღაცა ვინ ახარ და ის კაცი რაღაცა აი ცოტა ხო იცით და დაზაბული რაღაც ჩემი შვილთან ვინ მოვიდა და რაღაცა და მეთქი აი რაღაცა თან ტრანსლეიტით ვეუბნები რომ აი მან ცხოვრობ თქო რა და ეს რაღაც გაოგნებულები არიან რა და იმეთ მეკრეს ალბათ მეგობარიაო და კაი შემოდიო რა და შევდივარ და მეუბნებიან რომ აი ტაძი აქ დაჯექიო და მეთქი იქითაა ჩემი ოთახი რა და რა შენი ოთახიო და აუ ვინარიო ეს ბიჭი ვაფშე გაგიჟდნე და აუ მეთქი რა ვქნა მეთქი იქავა ოთახი შევიდა როგორც აღმოჩნდნენ ესენი უბრალოდ ჩამოსულან შემთხვევით არ უთქვიათ იმისთვის და მეორე დღეს დილის 8 საათზე მაღვიძებენ იმიტომ რომ გოგოს დაურეკე იმიტომ მოვუყევი რა ანუ რაღაც 5 საათზე დავიძინე იმდენად აღელვებული ვიყავი და დილის 8 საათზე მიკაკუნებენ და breakfast ready. და გავედი საჭმელად, მეთქი სადა ვარ, თურქულად ვერ ლაპარაკობდი, სადა ვარ, რა მინდა. აი, ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. რა უცებ გასო დაადგები. ხო, ის კაცი გეუბნები, ის კაცი თოფით იყო მე მგონი გამოცდილი. იმათვისაც რა შოკი იქნება ღამის 3 საათზე ვიღაცა მოგადგეს რომ ამ ცხოვრობ. ხო, და მე თუმე პოლიციისთვის დაურეკია ზედა სართულზე ხო ჩაილიჩობდი გაღებას. ვიღაცა პოლიცია მოსულა ღამე, აუ, იმენ მწყეთელი ამბები მყოფი. კარგად გადასწრებული.